შაბათიც დადგა, გესალმებით მთელი გულით, დღევანდელ მონოლოგს ვიწყებთ ქალაქის დღესასწაულით. აქ იქნება კონცერტები, სიმღერები, ხალხმრავლობა 20-21 სექტემბერს ჩატარდება თბილისობა. სიმღერები ქალაქური, მოედება წამლად გულზე. უცხოელი ტურისტები მოგვაგნებენ მწვადის სუნზე. ნახ თბილისელს გადასცემენ გასაღებს, სიგელს და ჯილდოს. პატიკოც კი მიიღება და თელაველი რო არის. თბილისობის გასაღები მინდა მეც მეჭიროს ხელში. შენ რაცა გაქვს, მასაც კარგავ ჩემო ზოო სიფრალეში. ბევრი რამე იგეგმება, გასართობად ვინ არ მოვა. ყველა კუთხის ბიჭებს შორის მოეწყობა ჭიდაობა. პარტიებიც ვაჭიდაოთ, მივადევნოთ ყველა მთვალი, ნეტავი ოპოზიციას საერთოდ ყავს ფალავანი იცი. ვინც ამას ვერ დაესწრება, მეწოდება ბრალი მისი. მოკლედ რომ თქვათ, შაბათ კვირას ვისხდებით მთელი თბილისი. ხორცი ღვინო კახეთიდან, ღომის სულგუნი აბაშა. ახლა ცოტა რომ დავფიქრდი, აქ თბილისურ რა დარჩა. მეტეხის ხიდთან უეცრად თეთრი ღრუბელი შევნიშნე, ბევრი ხალხია მოსული, იქ ტრიარებენ მთელი დღე, დამწრისუნი მცემს, ვიფიქრე, ბუნებამ ჩვენც არ დაგვინდო, მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა, კაცმა რომ წვადი გაიგდო. თბილისობა რომ ჩაივლის, ჩატარდება არჩევნები. ბატონო, გაიმარჯვებს ღირსეული, მოიწყეს დანარჩენები. რაც არ უნდა შეეცადრონ, რომ მიიღონ ბევრი ხმები, მერი მაინც ეს დარჩება ვინაჯობებს, მეკითხე. არჩევნებზე ვისაუბრებთ. ამბავი გვაქვს თქვენთვის კარგი, შემდეგ თემაზე გადავალ და ესაა ზოოპარკი. სპილო მაკლენმა და მგელმა ჩაალაგეს თურმე ბარგი. თბილისის ზღვისკენ გადადის, მალე ჩვენი ზოოპარკი. აქ სიჩქარეში არ მოგვიხდეს მხედთან ომი, ყველაფერი კარგად ნახეთ, არ გაგექცეთ ზბურად ლომი. მაიმუნებს თემქა უნდათ, ადგილია საბურთაო. ბეჰემოტი ცხვირს იბზუებს, აი ჩემო საბურთაო. სირაქლემას ვაკე უნდა, ლამა ფიქრით ის ანშია, ზოოპარკში ვერ გაიგებ, ვისი ვაშლი, ვის ჯამშია. თბილისის ზღვაზე ვზივარდა, კურდღელი მოდის ბოცვრებით. რას მეუბნე? მე კი ბიჭებთან ერთად ვარ ძირზე ჩასული ბოცებით, ცხოველთა ჯარი ნავარდობს, წინ მოუძღვება გოძილა. ბოლო ჭიქას ვაბრალებდი რეკონსტრუქცია ყოფილა. ცხოველებს მიუხარიათ, თემქა გონიათ მათ ნიცა, შეხედე როგორ უხდება ენოც ბიკინის რაზნიცა. ცხელსიმიც მელაატარებს, შეზლონგზე ძინავს მაიმუნს, კუცივ საცმელებს გაყიდის, კი გააკეთებს კაიფებს. რა პრობლემა? დაჩხარებულად მოხდება ცხოვრების ჩქარტემს ვეწევით, ასე სწრაფად ნუ მიდიხართ, კუს უთქვამს ვერ დაგეწევით. ლომმა თქვა ასე ჯობია, როდესაც ფიქრობ მე სხვაზე, ბეჰემოტებმა კარგია, გავირუჯებით ჩვენ ზღვაზე. ზოოპარკს ზღვაზე რა უნდა? ვინც ამბობთ, რატო ახურებთ? ხუთ შაბათობით ბატონო, თევზებსაც მოინახულეთ. ზოოპარკს დავასეივებ, ეს თემა მე არსად მიმაქვს და ხარივით მსმელებისთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს. აბა გისმენ? თუ ღვინოზე ნერვიულობთ, დაგიმშვიდოთ მინდა გული, 24,000-ზე მეტი ტონა არის დაწურული. კახეთში წელს მაჭალია. არეტევა დოქში, ჯამში, მოკლედ, წინასწარი ცნობით გავლოცდებით ამ ზაფხულში. აბა, ერთად დავირაზმეთ, მივეხმაროთ ამ ხალხს რთველში, ყველა წვეთი მოგვახმარობს ძეობა და ქორწილებში. ვინც ბოლომდე არ დალიოს, ახლა ვიტყვი ბოლო ხმაზე. ოიცა, არ დაიგინო, აქავართ ბიჭო, ჩაწერო. ცოტა სეტყვამ გვაზარალა. კი ბატონო. მოსპო 1-2 ძირი არა უშავს, ესე იგი ბუნებასაც მიაქვს წილი. კახელს ვენახები უყვარს, შრომისგან ვერ შეწუხდება, მიხო ისე წურავს ყურძენს, ჩერენტანო შეშურდება. საუბარია ტონაზე,
განა გრამზე ან კილოზე. ჩაასხი ნაჟურიო, ამბობენ კახურ კილოზე. ახლა უცებ დავფიქრდი და ერთი კითხვა მეც მადარდებს. ნეტავი როგორ ვიშოვნით ამდენი ღვინის სამწვანეს? დაფასდება შრომა გლეხის, დაფასდება შრომა მუშის, დაჩვენ სუბრას დაამშვენებს თათარას და ფელამუშს. ერთი სიტყვით დღეს ვქეიფობთ, პურმარილზე მოვდგეთ, მივდგეთ, სანამ ღვიძლი გაგვიდით და ალბანეთზე გადავიდეთ. ალბანეთში კი ბოლო დროს თურმე პროგრესმა იელვა. რობოტი გაამინისტრეს. სახელი ქვია დიელა. ინტელექტით მდიდარია, თან პროგრამებიც აქვს უხვი, ხელის შევლებაც არ უნდა თავის დროზე ზეცთუს. სხვა ქვეყნები დაბოღმილან, არ უხსნი და დანაპირებს, საქართველოშიც ვიყიდით ცოტა ნახმას ჩანაძილს. მოკლედ მინისტრად კი დასვეს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ დედა ეტირება თუ გათიშეს ინტერნეტი. ერთი თუკი აურიეს, მერე რა დაიჭერს, ახლა ვფიქრობ რობოტებმა თავზე ხომ არ გადაიჭერს. ერითმებოდა უბრალოდ და რობოტები კარგად იყვნენ, დაერხევათ თუ გაწვიმდა, მოდით ვნახოთ ვინ დაშორდა, ან კიდევ ვინ დაქორწინდა. 9,000 დაქორწინდა, 6,000 დაშორდა. ესე იგი გამოდის რომ ხალხი გრძნობით თამაშობდა. საგან გაშო ციფრებია, პროცენტულად რამდენია? ჩვენ არავინ გვიჯერებს და რადგინდა ბუღალტერია. მამა სამსახურში არის, სახლში უვლის დედა შვილებს, ზოგი ერთმანეთს ვერ უგებს, ზოგი კიდე დედამ. 3,000-ით მეტია ვინც ჯურის არ ითხოვს აყრასა, ერო იხარე, იმრავლე, შეყრავაჯობა გაყრასა. მეუღლებო იყავით ერთმანეთისა მორჩილი, ოჯახის ნგრევა შორს იყოს, არ მოშლილი იყოს ქორწილი. შეგენაცვალე, წყვილებზე ვინერვიულე, თავის იქნა ამას საკმა, თბილისის აეროპორტმა რობოტები დაასახა. თბილისის აეროპორტში 2 რობოტს დაასაქმებენ. თანამშრომლები კი არა, თვითმფრინავებიც აქებენ. აი რაღაც კარგიც ხდება, დავიმშვიდეთ ცოტა გული, ამ რობოტებს სულ ექნებათ 10 სიგარეტის ფული. ქართულ რობოტს მტერი ენდოს, ნუ გადასცემთ მაინც საჭეს, შეიძლება დალიოს და თვითმფრინავზე თვრალი დაჭერს. ვერც გამცილებლად ივარგებს, ინჟინერმა გაგვიმარტა. რამე რო არ მოეწონოს, არ იგინოს დედაპლატა. თვითონ ძმაო ხარიათ, ვაფიქსირებ აგერ ჩემ აზრს, ქალ რობოტებში ხარჯავენ, გული მიგზნობს პირველ ხელფას. როდესაც ჩამოფრინდები, პასპორტ კონტროლს რომ მორჩები, ტაქსისტებად დაგვხდებიან კეპკიანი რობოტები. ამათ მართლა ვერ ვაჯობებთ. მოდი თავს ნუ გამოვიდებთ, ჩინელები ქმნიან თურმე საყვარელ ჰუმანოიდებს. ჩინელებმა თქვეს შევქმნით რობოტი ჰუმანოიდი. სახით ლივ ტაილერია, ტვინით ზიგმუნდი ფროიდი. აზროვნებს როგორც ლაოძი, სულ უმაღლესი რკინა, მაგრამ ძნელია რომ ენდო მაინც მადეინჩინა. თურმე პურზეც გეგზავნება და ძაღლივით მოაქვს შუსტი, მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. ჯოკერშია ძალიან სუსტი. ეძახე შენ ჩინური და ჰუმანოიდი რობოტი შვენიერ ტყევალს აკეთებს, კარგი გამოდის კომპოტი. თავარია დატენო და გააკეთებს თავის საქმეს, ზამთარში ჩექმას არ მოგთხოვს, მოგიმზადებს დილით საჭმელს. ცოლები ნუ ეჭვიანობთ ქმრებს უყურეთ ისევ მდობით, აქჯერ არ ჩამოიტანენ ჩინეთშია ჯერჯერობით. არ დაისვენებს სანამდე საქმეს ბოლომდე მორჩება, კიდევ ერთი პლუსი აქვს, სიდედრი რო არ მოყვება. ეს ხალხი კი საკუთარ თავს მართლა დიდ პატივს რომ სცემენ, იაპონელები უკვე რობოტებზე დიდხანს ძლებენ. 100 წელზე მეტის მოხუცი იაპონიას ყოლია და მათი რიცხვი ამბობენ, ბევრი 1000-ის ყოლია. ერთ წრეზე უკვე იცხოვრეს, ახლა მეორე დომია. 100 წელი იცოცხლეო, იქით დაწყევლა გონია. 10 სიცხე თუ აგიწევს, აღარ დავლებ ძმაო წამალს,
მალე რომ გამოჯან მრთელდეთ იაპონიაში წავალთ. პენსიას ყველა იღებს, კაცი არის თუ ქალია, სახელმწიფო ნერვიულობს შვილიშვილებს უხარიათ. ფაქტია, კარგი გენია ხელი, მოუკიდოთ ქეჩოში და შევქმნათ მცირე ტოკიო, ხონში და საგარეჯოში. ამ ზებნაში მივაგენით ნიუსების ახალ ბუდეს. ხორვატიაში აცხობენ 3 კილომეტრიან შტრუდელს. ეს შტრუდელი რომ შეჭამო, აღარ გინდა ძმაო მეტი, მაგრამ პირი უნდა გქონდეს სადღაც 4 კილომეტრი. 3 კილომეტრის სიგრძისო, ან ნაკლები, ან მეტია, იმას ვფიქრობ ეს ნავცხვარი რაღუმელში დაეტია. შტრუდელი ვისაც მოუნდა ხორვატიაში მიდიან, ადრე ნაჭრევით ყიდიდნენ, ახლა მეტრობით ყიდიან. საჭმელი და სასმელი აქვთ. ეშინიათ რამის განა? 3 კილომეტრ ნამცხვარს რო ჭამა, რა მოციეთ ამისთან? ხოდა აზრი გვაქვს ასეთი მეგა იდეის ნაკრები, ხორვატებმა თუ ეს შეძლეს, რითა ვართ მათზე ნაკრები. ჩვენ მწვადი შევწვათ იმ სიგრძის მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თავი რომ კონდეს ბათუმში, ბოლო თელავში დაიგოს. ტერიკი გასკდეს ბოღმაზე, მათ გულმა შურით იღელვოს, ქართველები კი ჩაუსხდეთ, ვიმწვადაოთ და ვიმღერეთ. რაც გავლექსეთ მოგიყევით, აქ მოვრჩებით დიდ რამბებს, თბილისობა რომ ჩაივლის, წვრილად გეტყვით ახალ ამბებს. კი ბატონო, ჩემო კარგებო, და თბილისობას ვინ უმღერებს, თუ არა ჩვენი გიორგი. და ჩვენ შოუსაც მუსიკალურად აფორმებს ქსოვრენები და გიორგი შოშიტაშვილი. ბიჭებო, ხო ნორმალურად გამოვიყურებით. ტანი მოცეკვავის. სხვათა შორის ერთი ძალიან მაგარი ისტორია, ჩვენი ბაბუები თურმე ერთ ანსამბლში ცეკვავდნენ თავის დროს. კი, სხვათა შორის მართალია. კი. და სხვათა შორის კარგადაც ცეკვავდნენ. კი და რაღაცა პატარა ძველი დროინდელი ვიდეოკასეტა აღმოვაჩინეთ სულ შემთხვევით და გვინდა წარმოგიდგინოთ ახლა ჩემო ძვირფასებო ჩვენი ბაბუები. ავნე გურიაშვილი კაი გადაწერილი ვარ. და დიდი ნიკოლოზ არაბიძე. ნახოთ.